გამარჯობა ხალხო, მოგესალმებით. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ბლოგი მთლიანად ეძღვება ქალბატონ ნინოს და მე მადლობა მინდა გითხრათ ქალბატონო, რომ გამონახეთ დრო და საშუალება და ჩვენი სტუმარი ბრძანდებით. დღეს ქალბატონმა ნინომ ოფიციალურად დააფიქსირა სხვადასხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, რომ იგი რბილად რო თქვა სასამართლოების მიერ გულგრილ დამოკიდებულებას ხედავს და დეტალებზე თავად ისაუბრეს. ეს მართალია, რომ 300-ვე განცხადება არ გაითვალისწინეს და ესე იგი სასამართლომ განხილვის საჭიროება არ ჩათვალა ესა? მოგესალმებით ბატონო დავით, მადლობა გადაცემაში მოწვევისათვის. მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს. მინდა რომ ნამდვილად ჩავაყენო ისინი საქმის კურსში არჩევნებთან დაკავშირებულ პრეტენზიებზე, რომელიც მე მაქვს და ეს არ არის ცარიელი პრეტენზიები, ეს არის ძალიან არგუმენტირებული პრეტენზიები და ნაწილი ამ არგუმენტებისა მე დღეს თქვენთან წამოვიღებ. მე მართლაც შევხვდი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. მთელი წინა კვირის განმავლობაში მე მქონდა შეხვედრები კორპუსის წარმომადგენლებთან, ამ კვირიდანაც გავაგრძელეს შეხვედრები და დარჩენილ ელჩებს შევხვდები. ასევე მქონდა შეხვედრა ოდირის ხელმძღვანელთან, ბატონ კელჩინსკისთან, რომელიც ასევე ჩავაყენეს საქმის კურსში ჩვენს პრეტენზიებთან დაკავშირებით. დიპლომატებს მე ჩვენი შეხვედრების დროს ვაძლევ კონკრეტულ მასალას, მტკიცებულებებს იმისა, რომ არჩევნები ნამდვილად არ იყო სამართლიანი და მინდა კიდევ ერთხელ ჩვენი ტელემაყურებელი ჩავაყენო იმასთან დაკავშირებით საქმის კურსში, რომ ამ არჩევნებზე, რომელიც ხელისუფლებას უნდა წარმოაჩინოს როგორც სამართლიანი, დაიწერა დაახლოებით 1000 საჩივარი, ამ 1000 საჩივრიდან დაახლოებით 900 იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაწერილი, მეორე 900-ის 30% სადღაც 300-მდე საჩივარი იყო ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის და 20% დანარჩენი პოლიტიკური პარტიების. პრაქტიკულად ამ 1000 საჩივრიდან პრაქტიკულად არ დაკმაყოფილებულა ლამის 5%-იც კი. რაც შეეხება ჩვენ საჩივრებს, ბატონო დავით, ჩვენი საჩივრები, რომელიც ჯერ საოლქო კომისიებში იყო წარდგენილი, ხოლო შემდეგ უკვე საოლქო კომისიების უარის შემდეგ სასამართლოებში, ასევე არც ერთი არ დაკმაყოფილდა, ყველაზე გვეთქვა უარი ყოველგვარი საფუძვლის და არგუმენტების გარეშე. ეხლა ესე ვთქვათ, სააპელაციო სასამართლოშიც უარი გვეთქვა და ხვალ გავასაჩივრებთ უკვე შემაჯამებელ ოგს CSKOS-ში. ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გუშინდელ მიღებულ შემაჯამებელ ოგს ესე ვთქვათ, ჩვენ დავურთეთ ჩვენი პრეტენზია დემოკრატიულმა მოძრაობამ, ასევე თავისუფალმა დემოკრატებმა დაურთეს თავიანთი სერიოზული პრეტენზიები, მრეწველებმა ხელი არ მოაწერეს, უпростоრად მრეწველები არ იყვნენ ფიზიკურად და ხელიც არ მოუწერიათ ამ ოქმისთვის, ასე რომ ხუთი ოპოზიტ და ნაციონალებმაც რამდენადაც მე ვიცი, ასევე რაღაც პრეტენზიები დააფიქსირეს, თუმცა მე ხა ნაციონალების პოზიცია ნაკლებად მაინტერესებს. ნუ, ყოველ შემთხვევაში სტატისტიკისთვის ფაქტია, რომ მხოლოდ რესპუბლიკურმა პარტიამ მოაწერა ხელი, ხოლო დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა ან არ მოაწერეს ხელი, ან პრეტენზიები გამოხატეს, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია. ხა რას ვითხოვდით ჩვენ ბატონო? ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ნამდვილად ვადასტურებთ იმას, რომ პირველ ადგილზე ქართული ოცნება, ასევე ვადასტურებთ იმას, რომ სამწუხაროდ ქვეყნისათვის მეორე ადგილზე არის ნაციონალური მოძრაობა და 27% ეს არის ერის სირცხვილი, მაგრამ პირველ რიგში ეს არის ქართული ოცნების სირცხვილი და დანაშაული, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 27% მიიღო, რაც შეეხება ესე ვთქვათ პროცენტების სხვა განლაგებას, ჩვენ ამას კატეგორიულად ვაპროტესტებთ. იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და უკვე მტკიცებულებები გვაქვს, რომ ჩვენ ბარიერი ნამდვილად გადალახული გვაქვს, როგორც მინიმუმ ბატონო დავით, თუმცა ქონდა 10-12%. მე შემიძლია მოგიყვანოთ მაგალითები იმისა, რომ ჩვენ ქონდა უამრავი ოქმი გასაჩივრებული, ამ ოქმებში არის პირდაპირ დარღვევები ბატონო დავით დაფიქსირებული. 100% გამოცხადება, 101% გამოცხადება, მეტობა ბიულეტენების, როდესაც ხუთში აღმოჩნდა იმაზე მეტი ბიულეტენი გაცილებით, ვიდრე ამომრჩევლის რაოდენობა არის უბანზე დაფიქსირებული. ბიულეტენები, ოქმები, რომელიც გადაკეთებულია და სადაც შეუძლია. თქვენი ისა ციფრი გადაკეთებული გააქვთ? კი, როგორ არა, რამდენიც გქონდა, მათ შორის აგერ მიკავია ხელში ოქმი, სადაც ჩვენ პირველად ესე ვთქვათ, ოქმში გვაქვს 177 ხმა, ხოლო შემდეგ უკვე გადაკეთებულია ოქმი და 29 ხმა გვაქვს აგერ არის ბატონო დოკუმენტები. აი, ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, იცით ბატონო დავით, მე სამწუხაროდ გამახსენდა 26 მაისი და თქვენ ეს კარგად იცით, იმ პერიოდში აშუქებდით ინტენსიურად ვითარებას, როდესაც ჩვენი აქტივისტების დაკავება ხდებოდა პოლიციელების მხრიდან, ყველა დაკავების ოქმში თითქოს კოპირებული იყო პოლიციელების ჩვენება, რომ მათ წინააღმდეგობა გაუწია ჩვენმა პარტიის წევრმა და შემოახია პერანგი მეოთხე ღილთან.
ყველა, ესე ვთქვათ, ჩვენებაში დაახლოებით 80-85 ჩვენება იყო, სადაც ყველგან მეოთხე ღილთან იყო, ესე იგი, გახეული პერანგი. ეტყობა ჩვენ ხალხს ვავარჯიშობთ, ზუსტად ესე ვთქვათ, მეოთხე ღილთან ყოფილიყო. დაახლოებით იგივე სიტუაცია ბატონო დავით სამწუხაროდ. იგივე პასუხები. როდესაც თქვენ ნახავთ, რომ ყველა ამ გაყალბებულ ოქმზე მე ხელისუფლება მოიფიქრა ძალიან საინტერესო რამ, დააწერინა ახსნა განმარტებები კომისიის წევრებს. და ყველა ეს ახსნა განმარტება, როგორც მეოთხე ღილი გავდა გაჭრილი ვაშლივით ერთმანეთს, ეხლაც ერთმანეთს გავს გაჭრილი ვაშლივით. დავიღალე და შემეშალა, სიცხე მქონდა და შეცდომა დაუშვი ოქმის შედგენის დროს, გამოუცდელი ვარ და შემეშალა და ასე შემდეგ. ეს არის ბანალური პასუხი. პირდაპირ წერია აქ, პასუხი კი არ არის. აი აქ ახსნა განმარტებების ოქმში წერია რომ აი მოხდა გაუგებრობა და დედანი შემთხვევით გაყვა ერთ-ერთ პიროვნებას. ამიტომ გვაქვს მისი ქსეროასლი დედანთან დამოწმებული ხელმოწერებით და ბეჭდებით. ეს დარღვევაა. რას ნიშნავს ოქმი არ არსებობს ორიგინალი? მაშინ როდესაც ჩვენ გვაქვს ორიგინალის ოქმი, რომელიც წარმოადგინეთ, ოღონდ უბნის გადათვლა მაინც არ მოხდა. ასეთი პასუხები მოგცა სასამართლომ, რომ ხომ აღიარესო ამ ადამიანებმა რომ შეეშალათო. და ეხლა მეტი რაღაც გინდათო, აღარ არის გადათვლა საჭირო. ეს მეგობრებო, რას გავს იცით რომ ადამიანმა კაცი მოკლას, მე თქვას რომ ძალიან აღელვებული ვიყავი და გამოუცდელი და შემთხვევით შემომაკვდაო და სასამართლომ თქვას რომ აღიარა ამ კაცმა და დავანებოთ თავიო. ჩვენ ამ ადამიანების დახრჩობას კი არ ვითხოვთ ბატონო დავით. ან ჩამოხრჩობას და დახვრეტას და ციხეში გაშვებას. ჩვენ ვამბობთ რომ ხელში გაქვთ აღიარება რომ ოქმები დარღვევით შედგა. რა მნიშვნელობაა გამოუცდელობის გამო, მოსყიდვის გამო თუ ავადგახდობის გამო? ხო და გადავთვალოთ ბატონებო. გადავთვალოთ ის ოქმები, რომელზეც კომისიის წევრები ადასტურებენ, რომ შეცდომით იყო შედგენილი. ყველა მოთხოვნაზე ბატონო დავით, სადაც ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ და მხოლოდ ოქმების გადათვლას. ჩვენ მივიღეთ ნეგატიური პასუხი. ეს ადასტურებს აბსოლუტურად იმას, რომ ხელისუფლებას ეშინია, როგორც მე მითხრა ერთ-ერთმა ადამიანმა სატელეფონო საუბარში, დომინოს პრინციპის, რომ გავხსნათო ერთიო, ქალბატონინო, მე რომ ამას დომინოს პრინციპით მოყვება და იძულებული ვიქნები. და ვუთხარი რომ რატო ბატონო თუ თქვენ გახსნით, მე დავინახავ რომ მე ვცდებოდი და მართლა 3% ნახევარი მაქვს მიღებული და ეს ოქმი არაფერი, ისე ვთქვათ, გადაკეთებული არ არის, მე აღარ მოვითხოვ მე შემდეგი მუხლების და შემდეგი ოქმების გადათვლას, ხო? მაგრამ მათ ძალიან კარგად იციან, როგორ გააყალბეს არჩევნები, როგორ გადააწყვეს ბურჯანაძის ბიულეტენები ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების დასტებში და ბათილების დასტებში და რა თქმა უნდა, როდესაც გაიხსნება ერთი უბანი და აღმოჩნდება, რომ ეს ოქმი არ შეესაბამება იმას, რაც ესე ვთქვათ, არჩევნების შედეგებში წერია, რა თქმა უნდა, ამას მერე მოყვებოდა დომინოს პრინციპი. გააყალბა ამ ხელისუფლებამ არჩევნები, იყიდა ძალიან ბევრი ხმა და სირცხული იმათ, ვინც თავიანთი შვილების მომავალი 50 ლარად და 200 ლარად გაყიდა და კიდევ ერთი მაგალითი ბატონო დავით, როცა მე ვამბობ, რომ ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა როგორც კოჰაბიტაციაში იყვნენ ჩახუტებული, ასე ჩახუტებული აყალბებენ ამ არჩევნებს და ეს ვაივიში რომ დედა ესე იგი ნაციონალური მოძრაობა თურმე აწუხებს ქართულ ოცნებას სუტყუილია. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბატონო დავით მიიღო 2016 წლის განკარგულება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის არა მხოლოდ მის მიერ 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს გამოცემულ განკარგულებაში, არამედ განკარგულებასთან, არამედ წინააღმდეგობაში მოდის, აბა გამოიცანით. საქართველოს ორგანულ კანონთან არჩევნების შესახებ. ესე იგი, კანონ ქვემდებარე აქტით, ძვირფასო მეგობრებო, შეცვალეს კანონი. აი კონკრეტულად მოყარეკია იმაზე. რომ მესამე პუნქტი არ შეამჩნიეს. როგორ არ შევამჩნიეთ სასამართლოში შევიტანეთ. არა, სხვებმაც შეამჩნიეს. აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური პარტია. განსხვავება არის ის, რომ ჩვენ მეორე ტურში გვეკრძალება დამკვირვებლების დანიშვნა. ეს ხო ანტიკონსტიტუციური. ყველას გარდა ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის. რატომ ძვირფასო მეგობრებო? იმიტომ რომ ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას, რომლებიც ახლა ბოკერიას და ივანიშვილის სახით ერთმანეთს უთანხმდებიან, სად დაალაგონ მაჟორიტარები ისე რომ ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოს და ნაციონალურმა მოძრაობამ მისთვის სასურველი მაჟორიტარები გაიყვანოს, არ ჭირდებათ ზედმეტი დამკვირვებლის თვალი.
არც ბურჯანაძის პარტია და არც სხვა პოლიტიკური პარტიები. როდის მიიღეს ეს? ეს მიიღეს 17 ოქტომბერს. ეხლა 8 ოქტომბრის შემდეგ. 17 ოქტომბერს მიიღეს. ეს არის ანტიკონსტიტუციური. ეს არის სამართლებრივი ნორმების საწინააღმდეგო, მაგრამ როგორც ახლა გაგიკვირდეთ ბატონო დავით, ჩვენ სასამართლომაც ამაზე უარი გვითხრა. ამის ეს გაასაჩივრეთ და უარი. ხვალ უკვე აპელაციაში გვაქვს ესე ვთქვათ ეს საქმე. მე ვთხოვე რომ დამკვირვებლებს, უცხოელ დამკვირვებლებს გამოეგზავნათ თავიანთი წარმომადგენლები სასამართლოებზე. 4 დღის განმავლობაში ესწრებოდნენ უცხოელები სასამართლოს ხდომას და ხვალაც დაესწრებიან. ამ 4 დღემ ისინი გააოგნა, აბსოლუტურად გაოგნებულები არის უცხოელები, რა თქმა უნდა. და უბრალოდ ვერ ხვდებიან რა ხდება. მე კი გეტყვით რა ხდება. ქვეყნის თურქმენიზაცია. როდესაც ბიძინა ივანიშვილმა იყიდა თითქმის ყველაფერი, ეხლა უკვე იყიდა ამომრჩევლები, ბოდიშვიხტი, ეს ყველას არ ეხება, მაგრამ ვისაც გეხებათ, გიყიდათ, არც არაფერს არ შეგისრულებთ. იმიტომ რომ ხმა იყიდა. რატო უნდა შეასრულოს? მან იმ ხმაში, რომელიც თქვენ მიეცით, მიუმართავ იმ ადამიანების ნაწილს, რომლებმაც ხმები გაყიდეს და ბუნებრივია არა იმ ადამიანებს, ვისაც ეს არ ეხება, მათ ბოდიშვიხტი. მან იყიდა ხმები, ფული გადაიხადა და არც არავითარი ვალდებულება არ აქვს ამ ადამიანების წინაშე, მათ რამე დაპირება შეუსრულოს. საშინელებაა, რასაც თქვენ ყვეთ, მე მართლა არ მიმიქცევი ამაზე ყურადღება, მე ვიფიქრე, ეს აზრი არის, რომ სხვების წარმომადგენლები არ იყვნენ კომისიაში არჩევნები. უნდა იყოს. ეს არის გარიგების პირდაპირი კლასიკური ნიმუში, ბატონო დავით, იმიტომ რომ ჩვენ სრული უფლება გვაქვს დავესწროთ, ეხლა CSKO-ს გადაწყვეტილება, რომ თქვენ არ ყავთ მაჟორიტარები მეორე ტურში, ეს არაფერს ანიშნავს, იმიტომ რომ ჩვენ ადგილობრივი არჩევნების დროსაც იყო უბნები, სადაც ყავდა მეორე ტურში მაჟორიტარი და იყო იქ, სადაც არ ყავდა, მაგრამ მაშინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ესეთი გადაწყვეტილება არ მიუღია და ვერც მიიღებდა, იმიტომ რომ კანონში პირდაპირ წერია, რომ ჩვენ გვაქვს უფლება მონაწილეობა მივიღოთ არჩევნების პროცესში, არჩევნების დასრულებამდე. მაგრამ ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის გარიგება კიდევ ბევრჯერ მოგხვდება ჩვენ ხვირში ყველას, მაპატიეთ ამ სიტყვებისთვის, მათ შორის განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა ქართულ ოცნებას ისე მიჩერებიან, როგორც რა ვიცი, ახლა ზევსის წყალობას. ძალიან ძვირად დაგვიჯდება ჩვენ ის, რასაც ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი აკეთებენ, როდესაც გააცოცხლეს ნაციონალური მოძრაობა და 27%-ით მოგვიყვანეს ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში. 28%-ია თითქმის. 27 და 60 რაღაცა. და ახლა ქართულ ოცნებას უნდა წარმოაჩინოს, რომ ნაციონალურ მოძრაობას ცუდად აქვს საქმე. ნაციონალურ მოძრაობას ზოგადად აქვს ცუდად საქმე, ახლა თუ ესე ვთქვათ რელიგიური კრიტერიუმებით შევხედავთ, მაგრამ თუ პრაქტიკული კრიტერიუმით შევხედავთ, მეგობრებო, ქართული ოცნების წყალობით პარტიამ, რომლის წარმომადგენლებიც ბატონო დავით 2012 წლის მერე ცხვირის გამოყოფას ვერ ბედავდნენ ქუჩაში და აკრეფილი ჰქონდათ გუდანაბადი და ქვეყნიდან მიდიოდნენ, ამ პარტიამ მიიღო მზარდი რეიტინგი საპრეზიდენტო არჩევნები, ადგილობრივი არჩევნები და 28%-ს მიაღწია, რაც არის კატასტროფა, რაც არის სირცხვილი ქართველი ერის და სირცხვილი იმ ადამიანების, ვინც ნაციონალური მოძრაობა და 5 ნომერი შემოხაზა, მაგრამ ეს არის სამარცხვინო შედეგი გარიგებისა, რომელზეც წავიდა ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება ნაციონალური. მადლობა, ქალბატონო, მე დილეტანტის დონეზე მინდა გითხრათ, აი თქვენ თავად დააფიქსირეთ, რომ 177 ხმა ჰქონდათ ერთუბაში. ძალიან დიდი ციფრია, ხო, რეალურად თუ შევხედავთ. ხო და იმიტომაც უცებ გადაასწორეს 29. ხო და არა, გითხრათ ერთ წამს 1400-მდე კაცი არის თითოეულში. რეალურად 800-მდე კაცი მოდის, ხო, საშუალოდ, 700-800. გამოდის რა ის თქვენ რასაც ბრძანებთ, 15% მოსულა. აი დაგიწერეს 23, ის 177 საწაირი. გადაანაწილეს ბატონო. არა, რა მაინტერესებს? არ ჩაგითვალეს, აი იმ კალმა ხო დაწერა. არა, დაწერეს 28 ჩვენი დანარჩენი ბიულეტენები გადაანაწილეს. მე აქ მოვიტანე კიდევ ერთი დოკუმენტი. არა, თუკი 177 ეწერა. აი მე ხო ახსნა განმარტება უწევს. შეგვეშალაო, სინამდვილეში 29-ო. შეეშლებოდა. მე ხა ძალიან კარგად ვიცი, ხა ჩემი რამდენიმე ჟურნალისტი ესწრებოდა და პირდაპირ კამერით რო იღებდნენ და ზეპირად ვიცი.
ციფრს არ დაწერენ, თუ ყველას თანხმობა არ არის. რო ითვლიან, აი დავუშვათ ბურჯანაძეს 177, აი 177 უნდა ჩავწერო. ესე ამბობენ. ტექნოლოგია იქ ესეთია და მე კიდევ ერთ მაგალითს მოვყვანთ. ესე იგი თქვენს რომ შეგვეშალა და მეტი არა. მე დაწერეს რომ შეეშალათ, იმიტომ რომ ეთყობა ჩათვალეს რომ 27% ძალიან მეც მაგას გეუბნებით ბატონო დავით. ეხლა მინდა გითხრათ. აი მე მაქვს აქ ხელთ დოკუმენტი ოზურგეთის რაიონის მხოლოდ ეს პაპკა ეკუთვნის მხოლოდ ოზურგეთის რაიონს. რომელიც ესე ვთქვათ ადასტურებს იმას, რომ ჩვენ გვქონდა 2020 ხელმოწერა ადამიანებისა, რომლებიც მხარს უჭერდნენ უბლოკო სტატუსს. ეს არის ხელმოწერა, თქვენ იცით, რომ ქართველებს არ უყვართ მაინდა-მაინც პირადობის მოწმობის დარეგისტრირება. შეგიძლიათ ბატონო დავით ნახოთ და რა ვიცი თუ აქვს ბატონო აგერ შეგიძლიათ ნახოთ. სახელი გვარი, დაბადების წელი, პირადობის მოწმობა, მისამართი, შევსების თარიღი და ხელმოწერა. აი ეს ასე ვთქვათ, საქაღალდი არის მთლიანად სავსე. როდი შეაგროვეთ ეს? ერთი კვირით ადრე ზუსტად და პრაქტიკულად ბოლო ორი დღით ადრე არჩევნებამდე დამთავრდა ამ ასე ვთქვათ ხელმოწერების შეგროვება. ამას გარდა ოზურგეთის რაიონში, აი მე მინდა უბრალოდ რომ ნახოს ადამიანებმა რომ ეს ხელმოწერები არის აბსოლუტურად სავსე. ამას გარდა ოზურგეთის რაიონში მე მქონდა თეატრში შეხვედრა, სადაც დაახლოებით 800 ადამიანი იჯდა, იდგა, გარეთაც იყვნენ ადამიანები. ნუ კარგი, ჩავთვალოთ, რომ მარტო ის 2020 ადამიანი გვიჭერდა ჩვენ მხარს, რომელიც მოვიდა პირადობის მოწმობით და მხარი დაგვიჭირა და არც მისი ოჯახის წევრი, არც მეზობელი, არც ნაცნობი, სხვა არავინ არ გვიჭერდა მხარს. ხმა რამდენი მივიღეთ, იცით ბატონო? რამდენი? 1340. ესე იგი 700 თუ 800. პრაქტიკულად, ну, ლავის თითქმის, ასე ვთქვათ, 800 ხმით ნაკლები, რაც არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი, იმიტომ რომ უბლოკო სტატუსის ხელმომწერი პირდაპირ ასოცირდებოდა ბურჯანაძის მხარდამჭერთან, უბრალოდ ძალიან კარგად იმუშავა სუსმა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილისგან ჰქონდა პირდაპირი დავალება მიცემული. რომ ბურჯანაძეს ბარიერი არ უნდა გადაელახა, იმიტომ რომ იყო ესეთი ფრაზა ნათქვამი, ბურჯანაძე მარტო იქნება პარლამენტში თუ 20 კაცთან ერთად მნიშვნელობა არ აქვს, ის მთელ პარლამენტს ხელში აიყვანსო. აი ეს იყო საშიშროება, ამაში მართალია ბიძინა ივანიშვილი. რაშიც მართალია შეფასებაში, ნამდვილად ბატონო ბიძინა ძალიან ბევრ ამას გავაკეთებდი პარლამენტში, მაგრამ როგორც ჩანს, თქვენ საკუთარი კომფორტი გაცილებით უფრო გაღელვებთ, ვიდრე პარლამენტის ეფექტურობა და ქვეყნის კეთილდღეობა, რაც ძალიან სამწუხაროა. მაგრამ ეს ესე ვთქვათ გავმინო რა მეკითხა მოდით რა მე მოპატიეთ მაინც ესე ვთქვათ ჩავეძიოთ დეტალებს 300 გასაჩივრება სხვადასხვა სასამართლოებში ჰქონდათ დიახ მათ რაიონებშიც და ხო რაიონებშიც პასუხი იყო ყველგან ერთნაირი რა თქმა უნდა ეხლა ერთი ბრძანება იყო ერთი დირექტორია ბატონო და არა კი მაგრამ ხელმოსაჭირი რაღაცა ხო ჰქონდა და როგორ ვერ დაუმტკიცეს თქვენმა წარმომადგენლებმა მოსამართლეებს რომ ყველაზე ერთი პირი ჰქონდათ რა უნდა დაუმტკიცო ბატონო დავით ვერაფრით ვერ ხვდებოდნენ უცხოელი დამკვირვებლები როგორ შეიძლება მოსამართლემ ეს არ ეხლა მე დღეს კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვანთ ბათუმში დღეს კიდევ ერთი სასამართლო წავაგეთ ჩვენ მოგეხსენებათ რომ რამდენადაც ეს გასაოცარი არ უნდა იყოს მართალია მთელ საქართველოში 3.5% მივიღეთ თვითონ სუსტა ივანიშვილს რომ დაუჯეროთ და ბათუმში 7% ბათუმში ჩვენ ასე ვთქვათ ამ 7%-ით შევიყვანეთ ერთი ადამიანი, თუმცა საბოლოო შემაჯამებელი ოქმის შემდეგ უნდა მოხდეს მანდატების გადანაწილება, როდესაც მანდატები დაემატა პატრიოტთა ალიანსს, რომელიც ვერ ავსებდა ესე ვთქვათ ერთ სრულყოფილ მანდატს და ამიტომ მას მიეცა ერთი მანდატი, რადგან 5% აქვს გადალახული და შესაბამისად შემდეგი მანდატი უნდა დამატებოდა დემოკრატიულ მოძრაობას, მაგრამ ჩვენ რომ მეორე მანდატი დაუმატებოდა ბატონო დავით, ხდებოდა ძალიან საინტერესო რამ. მაშინ ძვირფასი ქართული ოცნება დემოკრატიული მოძრაობის გარეშე ხალხობას ვეღარ დააკომპლექტებდა. აქედან გამომდინარე ძვირფასო მეგობრებო, სასამართლომ და CSKOM, უსკომ უბრალოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარჩევნო კომისია მიიღეს ბრძანება რომ ბურჯანაძე მეორე ადამიანი ვერ უნდა შეიყვანოს პარლამენტში. ეხლა მიდით ახლა ბატონო დავით, თქვენ მომეხმარეთ და გადავაფიქრებინოთ სასამართლოს, წავაკითხოთ შავით თეთრზე კანონში როგორ წერია რომ დამატებითი მანდატი უნდა მიიღოს ამ პარტიამ, მერე ეს დამატებითი მანდატი უნდა მიიღოს შემდეგმა მომდევნო პარტიამ ანუ ჩვენ, რომ ქართულმა ოცნებამ ეს ჩათვალა რომ ყველაფერი უნდა მიიღოს. გამოკლებოდათ იმ 5%-ია პატრიოტებს და თქვენ დამატებოდათ. პატრიოტებსაც უნდა
ქონოდათ იმ ასე ვთქვათ კანონიდან გამომდინარე ეს არაწყობდათ დააყდებოდათ უმრავლესობი და კომპლექტები. ჩვენ რომ გასაჩივრებთ მე სააპელაციო. გასაჩივრებთ ხვალ გვაქვს 6 საათიანი ვადა 6 საათამდე ვადა და ხვალ გავასწრებთ. ეს ხო ბაპატიო და ხაჯობა რასაც ეს არის უსირცხლო. არა არ კანონის აი დემონსტრაციული დარღვევა. აი ეს ფაქტი გააცანით დიპლომატებს. მე დღეს საღამოს ველოდებოდი ასე ვთქვათ მაინც იცით როგორ არის ადამიანი მაინც რაღაცა ცდილობს რომ კარგი დაიჯეროს. ჩვენმა წარმომადგენლებმა აჭარიდან დაგვირეკეს რომ ძალიან სუსტი წარმომადგენელი, ძალიან სუსტი პოზიცია ქონდაო მეორე მხარესო და იქამდეო მოსამართლემ როცა ჰკითხაო რომ ესე იგი თქვენ არა გაქვთ ხო არგუმენტები რომ ბურჯანაძეს მეორე ადამიანი დაემატოსო, პასუხი არ იყო. მაცმოძრაობიდან წაერთვიათ ერთი ადგილი და ის მოეცა. მაცმოძრაობასთან გარიგებულები არიან ბატონო დავითა, როგორ წაართვიო? იქ ხო მაგ ნაცერ ბევრი ყავთ იქ ხმები ხო აჭარაში გადაენ და ესე იგი უმრავლესობას კარგავდა ქართული ოცნება და ამიტომ არ მოხდე. დიახ. და ჩვენ 6-ის ნახევრამდე ველოდით სასამართლო გადაწყვეტილებას, რაღაცა ილუზიები მაინც ჰქონდა. მივიღეთ ნეგატიური პასუხი და მე თქვენთან წამოსვლამდე უკვე შევადგინე წერილი, რომელიც დიპლომატიურ კორპუსებს კორპუსის წარმომადგენლებს ამაღამ გვიან გაეგზავნებათ და დილით ისინი მიიღებენ ამ ინფორმაციას. შეგე თქვენ აჭარაშიც მოგიგეს ამათ. იქ თუ ორი ადგილი გექნებოდათ ფაქტობრივად თავრობის დაკომპლექტებაში თქვენ თანაბარი წილი გექნებოდათ. ნუ მაგას არ დაუშვებდა ქართული ოცნება როგორც ხედავთ. ურჩევნია რომ ნაციონალურ მოძრაობას ყავდეს მეტი დეპუტატი, ვიდრე ბურჯანაძეს ყავდეს თუნდაც. სააპელაციოზე რამდენი დრო გაქვთ, რამდენი არა, სააპელაციოში თბილისში ყველაფერი დამთავრდა გარდა არა იმ ბათუმის ამბავს. ახლა სკანდალია ალბათ 2 დღე მაქსიმუმ, იმიტომ რომ ვადები ძალიან შემჭირდება. იქ ადგილობრივია სააპელაციო და იქაც თუ წააგეს უზენაეში რო გასაჩივროთ არა უზენაეში ეს საქმეები არ მიდის ეს სააპელაციოზე კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში ამ შემთხვევაში არა იმიტომ რომ ეს ძალიან შემჭიდროვებული ვადები უნდა იყოს მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა ბატონო დავით ყველაფერი რაც მოხდა ეს არის დაცინვა კონსტიტუციის დაცინვა კანონის დაცინვა ელემენტარული დემოკრატიული ფასეულობების და მე სიტყვა ასე ვთქვათ ბოდიშკი უხდი თურქმენ ხალხს ახლა რაღაც ძალიან ცუდად გამომივიდა როცა მაინდა-მაინც თურქმენები აი კორეა ვახსენოთ კი მაგრამ ახლა ფლატ კორეა ნამეტანია იმედია რომ ფლატ კორეას არ დავემსგავსებით და ესე ვთქვათ პირდაპირ ქუჩებში არ დავხრეტენ მაგრამ ყოველ შემთხვევაში თურქმენიზაცია ვახსენე იმიტომ რომ ფაქტია და მე მინდა მივმართო იმ აღტყინებულ ადამიანებს რომლებსაც ძალიან უხარიათ რომ ქართული ოცნება ახლა ასე ვთქვათ იმ რაოდენობით არის წარმოდგენილი ან იქნება პარლამენტში როგორც იქნება დღეს ფაქტია რომ ბიძინა ივანიშვილის ხელში აქვს აყვანილი პარლამენტი მთავრობა სასამართლოები საკონსტიტუციო სასამართლო გუშინ წინ ჩაიგდო ხელში ცენტრალური საარჩევნო კომისია ნუ ხა პოლიციაზე და სუსზე არაფერს არ ვლაპარაკობ მედია სივრცის ძალიან დიდი ნაწილი ბატონო დავით არ ვიცი ესე იგი შეიძლება მალე თქვენს გადაკლაპოთ ესე ვთქვათ ამ გადავრჩებით იმედია რომ გადარჩებით და რაც მთავარია ბატონო დავით კიდევ ერთი დამატებითი რამ ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი რომელიც ქვეყანაში რჩება ხა მე იცით ჩემი დიდი აზრის არა ვარ საქართველოს პრეზიდენტის ისე ვთქვათ საქმიანობაზე მაგრამ ასე თუ ისე დამოუკიდებელ ინსტიტუტად რჩება ვერაფრით ვერ აიტანა ბიძინა ივანიშვილმა რომ თავის სახლის ფანჯრებიდან იხედება და იმავე სიმაღლის სასახლეში ვიღაცა სხვაზის, ამიტომ თავარი ამოცანაა რომ მარგოლაშვილი იმ სასახლიდან გამოასახლონ და სხვას არაფერს მნიშვნელობა არ აქვს და ეხლა უნდათ შეცვალონ ასე ვთქვათ კონსტიტუცია და პრეზიდენტის არჩევანი. კონსტიტუციაზე რეკლამის შემდგომ ვისაუბროთ, მაინც მინდა ამ თემას დაუბრუნდე. განენდო სერიოზული ამბავია იქ აჭარაში, იმიტომ რომ მე თქვენ ადგილას აჭარის იმასაც გავასაჩივრები, იმიტომ რომ გასაჩივრებულია. კი, აჭარის. ვერ მოიგეთ ვერც. დღეს წავაგეთ ერთი სასამართლო, ხვალ შევიტან სააპელაციოში. არ ვიტყვით. მე ვიცი რომ ბათუმში თქვენ აი 12-13%-მდე მინიმუმ უნდა აგეღოთ. ჩვენც ასე ვიცით ბატონო დავით. არა, არ უნდა შეეგუოთ ამას. აი, ყველა ლეგალური გზა ამოწურული არ იქნება. არ ვიცი ახლა. ყველა ლეგალური გზით ვიბრძვით. არა, ლოგიკას დავუკვირდეთ, მოდით ახლა საერთო რესპუბლიკაში ესენი ქოცები, ნაცები და პატრიოტები, ხო, მაგრამ აჭარაში ქოცები, ნაცები და თქვენ ხართ მესამე ძალა. და იმას არ ვიცი, აი იმიდან შეგახსენებთ რომ პატრიოტები იძახდნენ რომ აჭარაში ჩვენა ვართ პირველი ძალაო, მაგრამ მე ძალიან კარგად ვიცოდი აჭარაში ჩვენ რა პროცენტი გქონდა და რა მხარდაჭერა. იძახია რა დაფიქსირებული, რაცა ისაა დოკუმენტი. არა, ლოგიკით იცით, ნაცების ხმა უნდა გადმოსულიყო თქვენსკენ.
აი რატომ ვერ არა ნაცების ხმა ჩვენთან არც ერთ შემთხვევაში არ გადმოვიდოდა ბატონო დავით იმიტომ რომ როგორც ჩვენი მეზობელი ხარ მე 7% გაქვს დახრეტი შიშით არ მიცემენ ნაციონალურ მოძრაობას მხარს ასევე ნაცების მომხრეები ბურჯანაძეს ხმას არ მისცემენ ეს ხო იმ უსკომ გადააწყვიტა და უსკოს გადააწყვიტა ესე ხოცებისთვის დაეტოვებინათ რაც ქონდათ ნაცებისთვის აიღოთ ერთი ხმა და თქვენც მოეცა მერე გარიგება არა ლოგიკური მეთქი ახლა ქართულ იმა პატრიოტებზე ლოგიკური არის ბატონო დავით იმიტომ რომ ქართული ოცნებისთვის უпростоრად ბიძინა ივანიშვილისთვის თავიდანვე გაცილებით უფრო კომფორტული იყო ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციაში ვიდრე ნინო ბურჯანაძე. ნაციონალური მოძრაობა როცა ყავს ოპოზიციაში დისკრედიტირებული, რომელსაც ვერ იტანს ნახევარი საქართველოს და რომელიც მობრუნების შიშითაც ქართულ ოცნებას კიდევ ბევრმა ადამიანმა მისცა ხმა, იმიტომ რომ წამოეგნენ იმ ანკეს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გადმოაგდო, რომ აი მე თუ არ მომცემთ ხმას ნაციონალური მოძრაობა მოდისო და მე ვაფრთხილებდი ბატონო დავით საქართველოს მოქალაქეებს, რომ ამისთვის ინარჩუნებს ნაციონალურ მოძრაობას ქართული ოცნება, ამიტომ არის კოჰაბიტაციაში, ამიტომ არ სჯის ნაციონალურ მოძრაობას რომ საფრთხობელად გამოიყენოს არჩევნების წინმეტყი. ძალიან დიდი შეცდომა დაუშვით მეგობრებო, იმიტომ რომ ნაციონალურ მოძრაობას არანაირი შანსი ხელისუფლებაში მობრუნების არჩევნების გზით არ ქონდა. შიშარა სააკაშვილი საქართველოში რომ ვერ ჩამოვიდოდა, ამას მე გეუბნებოდით თქვენ და ვამბობდი დაბეჯითებით, რომ შანსი არ იყო იმისა, რომ სააკაშვილს გაებედა საქართველოში ჩამოსვლა. ოღონდ ბიძინა ივანიშვილმა ამით ძალიან ისარგებლა და რა თქმა უნდა, ხა ბიძინა ივანიშვილს ურჩევნია, რომ ბუკერი აყავდეს ოპონენტად პარლამენტში და დავით ბაქრაძე და ელენე ხოშტარია, ვიდრე ნინო ბურჯანაძე და მისი თანაგუნდელები, ხო? ეს ხომ აბსოლუტურად ნათელია და აბსოლუტურად გასაგებია. უბრალოდ სხვა რამე სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს, მაგრამ ეს როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილისთვის მიასე ხარისხოვანი. არა, ეს სოდია, იცით ახლა მე ეს გავბრაზდი ამ აჭარაზე. თუ კი 2% წინა ხართ, გეკუთვნით 2 ადგილი. და ის უმრავლესობას ნამდვილად დაკარგავდა ქართული ოცნება. ხო, ქართული ოცნება ასეთ შემთხვევაში იძულებული იქნებოდა ჩვენთან შეთანხმებით დაეთკიცებინა მთავრობა. და მასში ხო, ერთი პორტფელი თქვენთვის უნდა მოეცალო. არა, ჩვენ არ დავიწყებდით პორტფელებზე ვაჭრობას, ბატონო დავით, ჩვენ არ ვაპირებთ პორტფელებზე ან რამეზე ვივაჭროთ. ახლა ბურჯანაძეს რომ მევაჭრა, როგორმე, ესე ვთქვათ, ხობზე მეც გამოივაჭრებდა ივანიშვილისგან, მაგრამ მე არ ვაჭრობ. დემოკრატია ბუნებაში არ არსებობსო, ფიქცია არისო, ხომ იცითო, რომ ხარისწისკვილებს ებრძვითო რა აზრი აქვსო. რა უცნაური არის, ეხლა როცა მოდიოდი გზაში ჩემს უახლოეს მეგობარს ვესაუბრებოდი, ჩემ ბავშვობის მეგობარს და ზუსტად იგივე ფრაზა მითხრა მან, რომ ამ ქვეყანაში სამართლიანობისთვის ბრძოლა ქარისწისკვილებთან ბრძოლაა. მე მაინც ესე ვთქვათ, შეიძლება გამოუსწორებელი რომანტიკოსი დამერქვას ამ თვალსაზრისით, მე მაინც მჯერა სამართლიანობის ბატონო დავით და მე მჯერა იმის, რომ ბრძოლას სამართლიანობის და სიმართლისთვის ყოველთვის აქვს აზრი. არა, ახლა მეც გავბრალდი. მე რომ ამის იმედი არ მქონოდა და სააკაშვილის წინააღმდეგ არ მებრძოლა, მიხეილ სააკაშვილი დღესაც ხელისუფლებაში იქნებოდა და ბიძინა ივანიშვილი თავის შუშის კოლბებში გამოკეტილი. სხვა შორის ახლა შეიძლება ვინმე წარმოიდგინოს რომ აზრიადეთ, მაგრამ მე მახსოვს თქვენი ის რომ დააფუძნდა დაახლოებით 4-5 მთელი თბილისის ესე ვთქვათ პოლიტიკური სახეების ის იყო კალეიდოსკოპი და ამერწმუნეთ იქ ვიყავი ნახე აი არის ლეგალურად, ლეგიტიმურად ბომბსურდებდით მიშას და არ არის ეს ფაქტორი პატარა კე მაშინ დიდი გავლენა მოახდინეთ. პატარა კი არა ბატონო დავით, მე ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ და მოვა დრო კიდევ და კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა ეს სააკაშვილის ხელისუფლებას. დააჩქარა მიშას. კი არ დააჩქარა. ჩვენმა ბრძოლამ, რომელიც იყო რა თქმა უნდა წინა ბრძოლების გაგრძელება, არავის ამას იგივე. კი, ამბობდა ბიძინა ივანიშვილი სანამ ამის თქმა აწყობდა, მე უცებ ეს დაავიწყდა. იმიტომ რომ ერთ-ერთი პირველი განცხადება რაც გააკეთა, ასე ვთქვათ, ისტორიას ახსოვს, ამიჯერეთ ესე იყო. ოღონდ არის ქავნინა ეს მართლა მოუთმენელია რა მე ვთვლი რომ უსინდისოდ იქცევა ეს უსია თუ ჯანდაბა არის როგორ შეიძლება 5%-იან და 7%-იან პარტიას ერთ-ეგივე ქოდა კონდეს ნუ ბუნებაში ეგეთ სისულელები არ უნდა ხდებოდეს დასანანია բայց ჩვენ რეკლამაზე გავიდეთ და მე სხვა შორის ძალიან მაინტერესებს თქვენ ხარ გაგიგიათ ვინმე ეგეთი ილია წულაია გაგიგიათ ვინ არის გვარი ამ ბოლო დროს რამდენჯერმე ახლა რეკლამებში იქნება მე არ ვიცნობ ამ ადამიანს არ ვიცი და ამიტომ კომენტარს ვერ გავაკეთებ აზრით რა ვიცი აი შავრაზმელური განცხადება გააკეთა ამ ადამიანმა და დასთან დაკავშირებით. აუ, რეკლამის შემდგომ ვისაუბრებთ ამ თემაზე და მე ძალიან მინდოდა თქვენი აზრი კონსტიტუციაზე. განცხადებებზე ნუ ვალაპარაკეთ ძალიან გთხოვთ. ეს ისეთ შავრაზმელური განცხადება,
ამას ესეთი რეაქცია მოყვება თვითონ მე ძალიან ბევრ დეპუტატს დაურეკე და მას ქართული ოცნებიდან და ყველა გაუგნებულია ეს ვინ არის რომ რეებსერსო დაველოდე და ამ თემებზე ვისაუბრე მე ძალიან მაინტერესებს აი ამ საკონსტიტუციო გარღვევებზე თქვენი აზრი და თქვენი ხედვა დაველოდეთ ხალხო რეკლამის შემო გავაგრძელებთ საუბარს ასე ხალხო ქალბატონი ნინო ბურჯანაძე გახლავთ ჩვენი სტუმარი და ნუ პრინციპში დააფიქსირა ის რაც რაღაცა რბილად რო თქვა გაუგონარი და გაუგებარი არის ჩემს მართა მიუღებელი ეს უსიათ რავი ეს აჭარი ო ნუ უარესი არა არ შეიძლება იცით რომ მესამე ადგილზე გასულებს რო მეოთხე ადგილზე გასულს გადარებენ უკანონობა ეს არის დღესავით ნათელი და არ ვიცი მე სააპელაციო სასამართლო თუ კი იგივე ტონით გააგრძელებს მე თქვენ ადგილას გავბრაზდებოდი მე ვფიქრობ რომ საინტერესო იქნება ახლა გუწფელად გეუბნებით გარკვეულ ისტორიულ ეტაპზე კალონინო თქვენ 3 თუ 3 წელიწად ნახევარი თუ არა ვწდები ხავით პარლამენტის თავმჯდომარე ორჯერ იყავით გაცილებით მეტი ხანი მეტი ხარის კი არა მე გეუბნებით აი ამ ბოლო პერიოდში ორჯერ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნუ ყოველ შემთხვევაში ისტორიულად ესე ვთქვათ მოვლენათა ეპიცენტრში იდექიდან ეს 26 მაისი დაუვიწყარია და ჩემს სუბიექტურ აზრს გეტყვით აი გაოგნებული ვიყავი ემერჯენსი ავადმყოფოში შოკის მომგვრელი სცენარო განვითარდა თქვენ შულს გართმევდნენ პოლიცია და აი თქვენ მაშინ დედა ქართველი იყავით რა ქართველი დედა იყავით როგორც ყველა ქართველი მოიქცეოდა და არ არის ეს იცით სწორი რომ აი რაღაცების დავიწყება არ შეიძლება მე მწყდება გული რომ აი ესე ტოტალური აი ერთპირო რაღაცა ერთნაირი ისენი რო რა ქვია იმას სიცხიანი ვარ და შემეშალა მაპატიეს სიცხიანი შემეშალა ნუ არ არის რა სწორი და ეს ჭრილს აყენებს საერთოდ მართლმსაჯულებას და სასამართლო სისტემას ქვეყანაში. მე რა მინდა კითხოთ, აი მართა მაინტერესებდა თქვენი აზრი აი ამ 8 ოქტომბრის შემდეგ ძალიან ბევრმა დააფიქსირა გამარჯვებული პარტიიდან რომ კონსტიტუცია უნდა შეცვალო და ასე შემდეგ. ნუ ეს ერთი კვირა ნუ მართა ტვინი იყო წაღებული ამ მერე თავის მართლებაზე გადავიდა და მხოლოდ კონსენსუსი, ეს კონსენსუსზე თქვენი აზრი მაინტერესებს, მაგრამ არ შემიძლია ეს არა გითხრათ ხალხო აი გამოსახლების წესის გაუქმება არ იყოს სწორიო. ფიქრობ პარლამენტი გადახედავს ამ ინიციატივას. ოღონდ ჯერ არ შესულა პარლამენტში. ხო, არა, ეს სხვა ფაქტი არის, მაგრამ ეს ილია წულაია, მართა არ ვიცნობ რა პროფესიისაა, ვინ არის და მე სიამოვნებით მოგიწევდით ილია ბატონო და ეგებ აი мотиваციაზე გვესაუბროთ. აი თუ გნებათ ხვალე მოგიწევთ, აი 8 საათიდან 9:30 მოგიწევთ, არ გიცნობთ გულწრფელად გეუბნებით ვერც მოვასწარი ინტერნეტში თქვენი ბიოგრაფიის შესახებ თუ ბანკირი მე მგონი სამშენებლო კომპანიის მითვარესი არ არის რა სწორი იცით აი ბატონო დავით მოდი ერთ რამე შევეგუეთ რა და მე მიმართავ ახლა მოსახლეობის იმ ნაწილს რომელმაც ბრმად შემოხაზა 51 ნომერი და იმ ნაწილს რომელმაც ასე ვთქვათ ფული აიღო და იმიტომ შემოხაზა ან შეაშინებია თავი და იმიტომ შემოხაზა 51 ნომერი ბატონ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში ამკვიდრებს ვითარებას, როდესაც სახელმწიფო ხდება არა სახელმწიფო, არამედ ერთი პირის საწარმო. როდესაც სახელმწიფოში ყველაფერს განკარგავენ კონკრეტული ბანკები. და ასეთი ბანკი ხდება თანდათანობით უფრო და უფრო ცოტა და კონკრეტულ 64 ადამიანს აქვს მთელი საქართველოს საბანკო სისტემა ხელში ჩაგდებული. როდესაც რეალურად პოლიტიკაში მოდიან ბიზნესმენები და არა პოლიტიკოსები. და ბუნებრივია, იცით, ბიზნესმენის ბუნებრივი რეაქცია არის ბიზნესის დაცვა. და ამ ბატონი ილიასი მე არ ვიცნობ ახლა ნამდვილად მას და ვერც კარგს ვიტყვი მასე და ვერც ცუც, ყოველ შემთხვევაში ცუც ნამდვილად არ ვიტყვი, იმიტომ რომ არ ვიცი და არ მაქვს ამისი საფუძველი და ვერც როგორც გითხარით კარგს. მაგრამ ის არის ბიზნესმენი, ის არის რამდენადაც მე ვიცი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი, რომლის ინტერესიც არის არა იმ ადამიანის უფლების დაცვა, რომელიც შეიძლება გამოსახლების ობიექტი გახდეს, არამედ მესაკუთრის ინტერესების დაცვა და საქართველოს მოსახლეობა ისიამოვნებს ბრჭყალებში იმ გადაწყვეტილებებით, რომლებსაც მიიღებს ახლა საქართველოს პარლამენტი, რომელიც შეეხება საბანკო სისტემის გაძლიერებას. მე მოსახლეობას ვპირდებოდი იმას, რომ არჩევანის შემთხვევაში გადაიხედებოდა ის დრაკონული პროცენტები, რომელიც არის წარმოუდგენელი ნებისმიერი სახელმწიფოსათვის, როცა 30 და 50%-იანი სესხები გაიცემა. მე ხა მოსახლეობაზე საყდურს ვერ ვიტყვი ბატონო დავით, იმიტომ იმ დაახლოებით 200,000-მა კაცმა, რომლის მხარდაჭერის იმედიც მე მქონდა, ყოველ შემთხვევაში ძირითადმა ნაწილმა ამ ადამიანებისა მე მხარი დამიჭირა მომცახმა და ძალიან დიდი მადლობა მინდა ამ ადამიანებს უთხრა.
მე ხარ რასაც ვაკეთებ არის ის რომ როგორც შევპირდი ამ ადამიანებს რომ თქვენ ხმებს დავიცავ მეთქი ყველანაირ სამართლებრივ მექანიზმებს როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ ვიყენებ იმისათვის რომ ამ ადამიანების ხმები დავიცვა. ახლა ქუჩაში ნამდვილად არავით არის სურვილი არ მაქვს გამოვარდნის, იმიტომ რომ ნამდვილად არ მინდა რომ ქვეყანაში არასტაბილურობა შეიქმნას და მირჩევნია რომ მოვითმინოთ და კიდევ ბრძოლა გავაგრძელოთ, ვიდრე რაიმე არასტაბილურობის ესე ვთქვათ საფუძველი შევქმნათ, იმიტომ რომ ახლა ერთი იყო, როდესაც ჩვენ ქუჩაში ვებრძოდით სააკაშვილს, იმიტომ რომ ის მართლა ახლა ცოცხების ავტორი და წამების ავტორი ხელისუფლება იყო, ჯერჯერობით აქამდე საქმე არ მისულა და იმედია არც მივა ამ ხელისუფლების მაგალითზე, თუმცა რა თქმა უნდა თუ აქ თურქმენეთი ჩამოაყალიბა თურქმენბაშის პერიოდის ბიძინა ივანიშვილმა, რა თქმა უნდა ეს გზაც გარდაუვალი იქნება უდაოდ, მაგრამ მანამ მე მინდა რომ ყველანაირი მექანიზმი ამოვწუროთ სამართლებრივი იმისათვის რომ ამ ქვეყანაში თურქმენიზაცია არ მოხდეს. მოსახლეობას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე ვართ. ეს აღარ არის სახელმწიფო, ეს არის ქვეყანა, სადაც ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი, თითქმის ყველაფერი იყიდა, თითქმის ყველა იყიდა და ეხლა უნდა რომ ყველა და ყველაფერი იყიდოს. ამის უფლებას ჩვენ მას არ მივცემთ. რადაც არ უნდა დაგვიჩნდეს ეს. არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში მე მინდა გითხრათ, ქალბატონო ნინო, მე თურქმენეთს მეტნაკლები წარმატებით კარგად ვიცნობ. ცხოვრების დონით. ხო, იქ არავის არ შიოდა და წამალი უფასო იყო და სწავლა უფასო იყო სხვათა შორის. ეს დიდი მიღწევა არის, რომ არ შიმშილობს ხალხი. აი წამას ჯანდაცვას. ოღონდ ჩვენს ქვეყანაში, სადაც უკვე ქართული ოცნება 4 წელია ხელისუფლებაშია ბატონო დავით, როგორც იყო მოსახლეობის 2/3 სიღარიბის ზღვარს მიღმა, ასევე დარჩა და ისი კადრა ამ ხელისუფლებამ, რომ 400.000 უმწეო ადამიანის პრაქტიკულად სოციალურად დაუცველი ადამიანის სიები დაურიგა სოციალურ აგენტებს და უთხრა, რომ მიხვალ შეთავაზებ ქრთამს და თუ არ აიღებს დააშინებ, რომ დაკარგავს სოციალურად დაუცველი ადამიანის ბევრი ამბობს. ყოველ შემთხვევაში მე მაინც მინდა თურქმენეთს დაუბრუნდე, აი არა, თურქმენეთს უნდა უბრუნდებით. თქვენ ბრძანეთ, არა, ქაუნინო, მაპატიეთ რა, თქვენ ეხლა ის აი ცოტა რადიკალურად უყურეთ. აი თურქმენიზაციას ეკონომიკაში თუ გააკეთებენ, გაჩუნდება ხალხი, მაგრამ ეკონომიკაში არ გაკეთდება არაფერი. ძალიან ცუდი იქნება თუ რაიმეს ფასად ხალხი გაჩუნდება თურქმენიზაციაზე, იმიტომ რომ ეს საბოლოო ჯამში მაინც აუცილებლად ძალიან ცუდად შემოbrunდება. ეხლა რაც შეეხება ბატონო დავით, მე აუცილებლად უნდა ვთქვა. მე ვიცი რომ ძალიან ბევრი ადამიანი, ასე ვთქვათ, ვინც ეხლა ცდილობს რომ თავისი არჩევანი ქართული ოცნების სასარგებლოდ გაამართლოს, დაიწყებს ესე ვთქვათ ჩემი მიმართულებით კენჭების ან შეიძლება ქვების როლასაც კი არა უშავს ძვირფასო მეგობრებო უკვე გვესროლეს რა გვინდაო არა დო დემოკრატიისთვის არ იბრძვითო პირადიო და რაღაცა არა უკაცრავად იფირად არა უშავს ბატონო დავით იმიტომ რომ დაანებეთ მართლა ამ უკაცრავად და მაიმუნობას თავი პირადად მე არაფერი არ მჭირდება ყველაფერი მაქვს აბსოლუტურად და რომ დომოდა იმაზე მეტი მექნებოდა ვიდრე ახლა მაქვს და ხელისუფლებაში დავრჩებოდი. მე ხვეწებოდა ლამის დაჩოქილი სააკაშვილი. ეხლა სირცხვილი ხო არის მართლა, რაღაცა ნამუსი ხო უნდა იქონიოთ რომ წერთ ამას. არაფერი არ ჭირდება ბურჯანაძეს. ღმერთმა ქნას რომ იმის მიათედი საშუალება ქონდეს ადამიანებს ისე იცხოვროს როგორც მე მაქვს ამის საშუალება და ხვალვე შემიძლია გარწმუნებთ ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციაში წავიდე მშვიდად ყოველგვარი ნერვების აშლით დილის 9-დან საღამოს 6 საათამდე ვიმუშაო იცით რა მე ერთი რამე გამახსენდა ბატონო დავით აუცილებლად უნდა ამ ადამიანს გამოვეხმაურო. მე ერთმა ადამიანმა მითხრა ხურვალეთში, როდესაც ვანო მერაბიშვილის და სააკაშვილის ასე ვთქვათ დავალებით თავს დაგვესხნენ, მეო ძალიან კარგად ავარო. რა გინდა რომ მოხვედიო? ხურვალეთში კი? უბრალოდ ჩემი ერთი შეკითხვა იყო, რომ იცი რა მეთქი ქალბატონო, მე სახლიც მაქვს მეთქი, კარიც. და ბებია ჩემის და ბაბუა ჩემის საფლავზეც დავდივარ მეთქი. და თქვენ მეთქი, მამა თქვენი საშენებულ სახლში შედიხართ მეთქი? და თქვენი წინაპრების საფლავზე მიდიხართ თქო? უბრალოდ ამ ქალბატონმა ვერაფერი ვერ მიპასუხა. გაჩნდებოდა აბარა. იცით რა, ეხლა არასოდეს არ მქონია მილიარდების ქონის სურვილი, იმიტომ რომ როგორც ჩანს, როცა ადამიანს ძალიან ბევრი ფული აქვს, რაღაცა ემართება. არ მინდა რომ დამემართოს. საბედნიეროდ ღმერთის წყალობით გაჭირვებითაც არასოდეს არ გამჭირვებია, მაგრამ არასოდეს არ ყოფილვარ გულგრილი ბატონო დავით სხვა ადამიანების გაჭირვების მიმართ და ეს ჩანს კიდევ მე რომ ეს ამოცანა არ მქონოდა ძვირფასო მეგობრებო ნამდვილად არ ღირდა იმ ჯოჯოხეთის გადატანა რაც თუნდაც სააკაშვილის პერიოდში გადავიტანეთ მე და ჩემო ოჯახმა, როდესაც მე არ მიწუწუნია და არა ვარ მოწუწუნე ადამიანი,
მაინტერესებს ერთი, არ ვიცი, ხა ქალმა დაწერა ეს კაცმა, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, ხა ქალსაც და კაცსაც შვილი ყავს. რა დღირს და რის ფასად შეიძლება ადამიანი წახვიდე იმაზე, რომ შენი შვილი სახიდან რომ გადის, არ იცი ის დაბრუნდება თუ არა და რას მოუწყობენ. და როცა შენი ქმარი გაქცეულია და არ იცი და გითვლიან იმას, რომ ადამიანები მიუნხენში და ვენაშიც იღუპებიანო, გაუგებარ სიტუაციაშიო და შენ ბრძოლას აგრძელებ. მე კიდევ კარგი ბატონო დავით, რომ ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც ამ ჩემ ბრძოლას სწორად ხედავს და კიდევ ამბობ, მინიმუმ 200,000 კაცი იყო, რომელმაც ყოველგვარი ანაზღაურების, ყოველგვარი ანგარების გარეშე ირწმუნა ჩემი სიტყვების და მხარს მიჭერს ეს გამოჩნდა საპრეზიდენტო არჩევნებზეც, რომელიც ასევე გააყალბეს ადგილობრივ არჩევნებზეც და ეხლაც ჩანს ამ დოკუმენტებში. ასე რომ თუ ეს ადამიანი მართლა შეცდომით წერდა, კარგად დაფიქრდეთ. აი, გასულ თქვენ მაღაზიას უბრაზობთ, ხაოდნინო? არა, მე არ უბრაზობ, ბატონო დავით, უბრალოდ. თუ არა, როცა ადამიანი ამას ესე ვთქვათ, ვიღაცის დაკვეთით და ფულის აღებით წერს, თქვენი აზრი არ მაინტერესებს. ძალიან დიდი ბოდიში. ხაოდნინო, მაპატიეთ რა, მე საუბრის დასაწყისშიც გითხარით, აი ერთი პირველი ტალღა იყო 8 ოქტომბრის 10-ში უკვე დაიწყეს ქოცევის გარკვეულმა აღებებმა წარმომადგენლებმა, რომ აი კონსტიტუცია შევსწრა. ეხლა მეორე იდიოტური ტალღა მოდის და არის ეს ამ ილია წულაიას არის ეს შავრაზმელური განცხადება. ძალიან ბევრი რამე შეიძლება თქვენ უკვე ახსენით, რომ ბანკები ეხლა ითარეშებენო. ბიჭო, არ არის სწორი ეს, სადაც მინდა ილია თქვენ გითხრათ. აი, აქ მყავდა დემურ გიორხელიძე. ძალიან ბევრი მისი ახლობელი ცხოვრობს ამერიკაში და წესი მოყვა იქა. თუ კი ისა რა ქვია პირს გაუჩერდა, ნუ სამსახური დაკარგან რაღაცა, ბანკის თავაზობს ჩვენ დაგეხმარებით, რომ თქვენ ბიზნესი აღადგინოთ და იქამდე გაგიჩერებთ უყინავენ იცი და მაგას ქვია იმას. ზუსტად მაგას ფიქრობენ ჩვენი ბანკები. ესე უნდა გაკეთდეს ქალბატონო ნინო და ილია მე თქვენ მინდა გითხრათ კაცო ბანკები უდგანან გვერდით ილიას ხვალ ლაპარაკეთ ბატონო დავით და მე ერთ მაგალითს მოგიყვანეთ ერთი წელი ბანკებმა წელს იანვრიდან აგვისტომდე მიიღეს 680 მილიონი ლარის მოგება. ოღონდ ბიუჯეტში გადაიხადეს დაახლოებით 46 მილიონი ლარი. თქვენ რო ამბობთ ბატონო დავით, მასე რო ფიქრობდნენ ეს ბანკები, მაშინ 680 მილიონი ლარიან მოგებას ნამდვილად ვერ მიიღებენ და კიდევ თქვენ კონსტიტუციური ცვლილებები ახსენეთ ბატონო დავით. და მინდა ესე ვთქვათ, ერთი რამ გავიხსენო, ეხლა ძალაუნებურად გამახსენდა იმ SMS-დან გამომდინარე, რომელიც თქვენ ახსენეთ. მე ძალიან კარგად მახსოვს და თქვენც ალბათ გემახსოვრებათ ეს კადრები არსებობს ყველა ტელევიზიაში და მათ შორის თქვენთანაც, როდესაც რევოლუციის შემდეგ კონსტიტუციის ცვლილებაზე მუშაობდა რევოლუციური სამეული და როდესაც მიხეილ სააკაშვილის და მთავრობის უფლებამოსილება უნდა გაზრდილიყო პარლამენტის უფლებამოსილების ხარჯზე. პატივცემულო SMS-ის ავტორო, რომელიც ამბობთ, რომ ბურჯანაძე თავისი უფლებებისთვის იბრძვის, როგორც წვეთი ესე ვთქვათ, წყლის ისე გავს თქვენი დღევანდელი ბრალდება, მაშინდელ ბრალდებებს, ბატონო დავით, შეგახსენებთ, რომელიც წამოვიდა მედია საშუალებების, არასამთავრობო ორგანიზაციების და ასე შემდეგ. ხრიდან რომ ბურჯანაძე ეწინააღმდეგება რევოლუციონერს, იდეალისტს, დემოკრატს სააკაშვილს, რომ თავისი ძალაუფლება არ დაკარგოსო, არ უნდა რომ პარლამენტი დასუსტესო. მაშინდელი ჩემი განცხადებები ბატონო დავით რომ ხალხო ეს არ არის ბურჯანაძის უფლებების დასუსტება, ეს არის პარლამენტის დასუსტება და ეს თავშისაცები გაგვიხდება მეთქი. რა თქმა უნდა, ესე ვთქვათ, არავინ არ მიიღო, შეცვალეს კონსტიტუცია, სადაც მე ვიყავი თავმჯდომარე, მაგრამ მქონდა ერთი ხმა და რად დაგვიჯდა მე ეს კონსტიტუციის შეცვლა, რა ჯობდა რომ ბურჯანაძეს ქონოდა სააკაშვილის დაბალანსების საშუალება პარლამენტის მეშვეობით თუ სააკაშვილის ქონოდა ის ძალაუფლება რაც მიიღო. კიდევ ერთი გამახსენდა ბატონო დავით, როდესაც მე მაბრალებდნენ რატომღაც ეს ბრალდება იყო, რომ ბურჯანაძე დაუპირისპირდა სააკაშვილსო, იმიტომ რომ მას თავისი ხალხი უნდოდა სიაში რო ყოლოდაო. რა თქმა უნდა, გონიერი, განათლებული, ნორმალური და არა მონები, ხო? მახსოვს, როდესაც გამოვედი იმის გასაკრიტიკებლად, რომ რა უბედურებაა მეთქი ეს სპეცრაზმით ადამიანების დაკავება თქო გახსოვთ ის ინციდენტი, როდესაც იმელის შენობიდან ორი ხანში შესული, ნუ ყოველ შემთხვევაში შუა ასაკის ადამიანების სპეცრაზმი მოარბენინებდა მათ და როცა კრიტიკით გამოვედი და ვთქვი რომ ამ მეთოდებით არ შეიძლება მეთქი. მახსოვს აი ამ SMS-ის ესე ვთქვათ ავტორის ნაირი ადამიანების განცხადება, რომ ბურჯანაძე მამამისის კორუმპირებული ძმაკაცების ინტერესებს იცავსო და არ უნდა რომ ხალხი დაიჭიროს სააკაშვილმა. დაგიჭირათ ნახევარი საქართველო? კარგი იყო?
მე იმის მომხრე კი არა ვარ, რომ ვინმე კორუმპირებული, ვინც არ უნდა იყოს. კამერებით დაჭერები იყო. რომ არ დაიჭირო. მე იმის მომხრე ვიყავი მაშინ, რომ 60 წლის კაცი, თუნდაც 40 წლის, ვინც წინააღმდეგობას არ გიწევს, სპეცრაზმით არ უნდა დაიჭირო და საჩვენებელი დაჭერა არ უნდა აჩვენო და უნდა დაიჭირო დოკუმენტების საფუძველზე და არა იმიტომ, რომ შენეს სასამართლოთი და არა ისე. გინდა, ასე რომ ძალიან დიდი ბოდიში კი მომითხოვია, მაგრამ ძალიან ბევრი ჩემი სამართლიანი მოთხოვნა. მერე რომ აღმოჩნდა რომ მართალი იყო და ბურჯანაძე არც საკუთარი ოჯახისთვის, არც საკუთარი თავისთვის, არც საკუთარი ინტერესებისთვის არ ამბობდა არაფერს, არამედ ამბობდა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ასე აღმოჩნდება მეგობრებო ეხლაც. ოღონდ ამასობაში ეს ქვეყანა ხელში თანდათანობით გვეცლება და ქართული ოცნება რომ ძალიან ამ იწონებს თავს 4 წლის შედეგებით ბატონო დავით. ამ 4 წლის განმავლობაში ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ძვირფასო მეგობრებო, ვინც ქართულ ოცნებას მიეცით ხმა. ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ტერიტორია კიდევ უფრო დაპატარავდა და მავთუხლართები კიდევ უფრო ქვეყნის აქეთ გადმოვიდა. ვუსურვებ ქართულ ოცნებას, რომ ეს მავთუხლართები გადაეწიოს რუსულ-ქართულ საზღვარზე და არა საქართველოს და ეგრეთ წოდებული ცხინვალის საზღვარზე დაეტოვებინოს, მაგრამ ამის შანსს ძალიან ნაკლებად ხედავ. ყოველ შემთხვევაში ახლა ერთ-ერთი ის იყო მაყურებელი ხათუნა ერქვა და გულს ნუ გაიტეხავთო და ასე. არა, გულს არ გავიტეხ, მადლობა. ეხლა მივხვდით თქვენგას აწის სულ და ნეგატიური SMS-ები ვთხოვო და გამოუშვათ, რომ მე ბევრი და ბევრი საინტერესო ფაქტი გაახსენოთ ჩვენს მოსახლეობას. მე ეგ არა ობიექტურობა იქნება თქვენი თხოვნის თუ გადმოაგზავნე. ეხლა მართა გამახსენდა იცით? მე მახსოვს ეს პერიოდი, დეტალურად მახსოვს. რავანძღოგინება მოდიოდა ჩემ მხარეს გახსოვთ? თქვენ არა, მე ეს ფარული დაპირისპირება რო იყო ნაცებსა და თქვენ შორის და თქვენ რო ითხოვდით რომ ის გინდოდათ მე მგონი გაგეყვანათ და ჩუმად ამოიღეს თქვენი ისენი რა. ეს სია შეთანხმებული მაშინ მე სხვათა შორის ვითხოვდი ერთ რამეს ბატონო დავით, მე ვითხოვდი არა იმას რომ მე და ჩემს ესე ვთქვათ თანაგუნდელებს ქონოდა გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. მე ვითხოვდი იმ რაოდენობას რომელიც მიხეილ სააკაშვილს არ მისცემდა კონსტიტუციის უჩემოდ შეცვლის საშუალებას. ანუ მე ვთვლიდი რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიხეილ სააკაშვილისთვის იქნებოდა მისი და ქვეყნის დამღუპველი და მე მინდოდა რომ ქონოდა მექანიზმი და ბერკეტი რომელიც მომცემდა საშუალებას არასწორი კონსტიტუციური ცვლილებები ან ორგანული განერგები. გეთანხმებით, კალნინო, მაგი მიხვდა ამასა და იმიტომაც ამოგიყარათ ის. ეს რა? ამას მიხვდა ბიძინა ივანიშვილიც და იმიტომ არ შემიშვა პარლამენტში. არ ვიცი, ახლა აქ სხვა ამბავი არის ალბათ, იცით, ამ კაცს გადაწყვეტილი აქვს, რომ ერთპიროვნულად, აი, ნუ ყოველ შემთხვევაში ბოკერიაც ამას ყივყიმებდა იმ დღეებში, რომ გვეჩქარებოდა რეფორმების. უკან არის თქვით, რომ გამოიწმინდეს მაშინ და რეფორმების დაჩქარების დროს შეცდომებიც ხდება. შეცდომები კი, დანაშაული არ უნდა მოხდეს. შეცდომა ფაქტიურად დანაშაულიცაა. ყოველ შემთხვევაში არ ვიცი, ახლა ნურს იმას ვიზამთ რა, უკან ვიკითხავთ, თუ კი ესეთი აი დათქმა ქონია რომ ბურჯანაძე არ დავინახო იქაო. თვითონ ინანებენ, როდესაც აი ჩიხში ნამდვილად გეთანხმებით რომ ინანებენ. ეხლა ნუ მე მართა არ შეამონებს. არა ვარ ამ ილია წულაიაზე ისა აღშფოთებული, მაგრამ ტენდენციებია ეს ხო არის ტენდენცია. ხალხო ღარიბი ქვეყანა ვართ, გაჭირვებულების არმია ყავს. 9 მილიონი კი არა, მილიონზე მეტი ოჯახი ხა ის ადამიანი მართა შიმშილის ზღვარზეა. ამით დამუქრება კიდე იქნება კაცო. როგორ შეიძლება ესა, ნუ აი მე დარწმუნებული ვარ, სხვა ქართული ოცნების წარმომადგენლები დეზავუირებას გაუკეთებენ ამ არ ვიცი, ახლა ეს თუ მშენებელია და ბინებს უყიდიან, ხალხის გარდა ეს არ არის ესა. ნუ აი მიუღებელია. მე აი დაჟინებით მოგიწოდებ ქართული ოცნების მესვეურება. ან გააპათილეთ ამ კაცის ეს აკვიატებული რაღაც უცნაურობა, ან თქვით რომ ამას ვაპირებთ, ამას თუ ვაპირებთ, ნუ ეს უკვე მარტო კორეის ამბავია. არ შეიძლება. მე რამდენიმე ჯერ ვიყავი, ნინა მაპატეთ რა ემოციები. გამოსახლებებზე მე დავდიოდი, იცით რატომ? ძღოლები ცუდად ხდებოდნენ. ეს არის წივილი ხალხო, ეს არის გულის წასვლა, ისტერიკები. როგორ შეიძლება ქართველმა ქართველი გამოცოტანი ვარ. სხვათა შორის ერთ რამეს გაგახსენებთ ბატონო დავით, როცა იპოთეკარებთან ქონდა ბატონ ბიძინა ივანიშვილს შეხვედრები 2012 წლის არჩევნების წინ, როდესაც თქვენ იცით რომ ყველაზე ხშირად სწორედ იპოთეკარებს ასახლებენ და ტოვებენ პრაქტიკულად ქუჩაში და იმ ადამიანებს ვისაც ეს კრედიტები აქვს. კომპენსაციად მაინც აძლევდნენ იმ იპოთეკარებს, ესე იგი, იყო შეპირებები იმასთან დაკავშირებით რომ გამოსახლებები შეჩერდებოდა, როგორც თქვენ ბრძანეთ, ეხლა შეჩერებულიყო,
მაგრამ არც ერთი გამოსახლება რეალურად არ შეჩერებულა, არც იპოთეკარებისათვის, ესე ვთქვათ, არც საკრედიტო, ესე ვთქვათ, პროცენტი დაწეულა და არც იპოთეკის ვადა არ გახანგრძლივებულა და მე შეგახსენებთ რამდენიმე დაახლოებით 2 წლის წინ, როდესაც პირველად დაიწყო ლარის კურსმა ძალიან სერიოზული რყევა, მე გამოვედი მაშინ წინადადებით, მივმართე ქართულ ოცნებას და მოუყვანე მაგალითი ესპანეთის ბანკების წარმოიდგინეთ, როდესაც ესპანეთის ბანკებმა ევროს დაცემის შემდეგ, ასე ვთქვათ, ერთობლივი განცხადება გააცხელეს. 20.000-იანი მიტინგი ჩატარდა ერთ ხალხს 20 თვეს ბინა. საშინელება იყო. ესე იგი მთავრობას, რომ ისინი მზად იყვნენ გაეყინათ პროცენტები და შეეჩერებიათ, ესე ვთქვათ, ბინებიდან ადამიანების გამოსახლება, ვიდრე ევრო არ დასტაბილურდებოდა და ადამიანებს არ მიეცემოდათ ელემენტარულად ამის გადახდის შესაძლებლობა. ჩვენს ქვეყანაში ეს ყურათაც კი არ იყო მაშინ არც ბიძინა ივანიშვილმა და არც ერთმა ბანკმა და მართლა ქვეყანაში, სადაც მოსახლეობა უკიდურესად, ასე ვთქვათ, გაღატაკებულია, პანტაპუნტით ყრიან ადამიანებს. ერთადერთი საცხოვრისიდან, ბატონო დავით, ადამიანებს, ვისაც ყავს მოხუცი მშობლები, ვისაც ყავს მცირეწლოვანი ბავშვები და ეს ადამიანები პრაქტიკულად, ასე ვთქვათ, ლამის ბომჟების მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ხოლმე. ეს არის აბსოლუტურად პატრონი ამას ნამდვილად არ აყავს, იმიტომ რომ ხა მთავარი ინტერესები ქართული ოცნების არის სწორედ ის რომ საბანკო სექტორს ბანკებს გადაეფარნენ და არ არის ეს აი მე კიდევ ერთხელ მოუწოდებ ქართული ოცნები და ვინმე გამოდი და აი ამ კაცის ეს საუბარია ან თავად ეს ილიას მე მოგიწევთ არა მაქვს პიროვნული თქვენ ხა ჩვენ ილიაზე უნდა ვისაუბროთ აი მე ნინო არა ბატონო თქვენ წეღა ბზანეთ ბანკირების დიქტატი მოდისო და გააბათილოს გააბათილი რია ბატონო ოღონდ შემთხვევაში არის ქავდნინო მე მართა აი გაბრაზებული ვარ რომ მე იმაში აჭარაში თქვენს და პატრიოტებს ერთი და იგივე ქოტა მოგწეს ეს არა საერთოდ არა ნორმალურია პატრიოტები ბარიერს როცა გადალახავენ მე ალბათ ლაპარაკსაც დაიწყებენ იმიტომ რომ ჯერჯერობით ჩუმად არიან ვიდრე ესე ვთქვათ ესეც აბსოლუტურად მსგავსობა იყო ქართული ოცნების მხრიდან და ცესკოს მხრიდან როდესაც 3 დღის განმავლობაში ვერ დათვალეს 3000 ბიულეტენი რომ არ ყოფილიყო ესე ვთქვათ 3 დღე ჩამოკიდებული ჰაერში ხანძევით ხანქვევით პატრიოტების ბარიერის საკითხი და ესეც ძალიან ნათლად აჩვენებს ქართული ოცნების რეალურ და ნამდვილ სახელს. მე უფრო გეოპოლიტიკურად უყურებ ამ საქმეს, საფრთხის შემცველია აი ესეთი დანაწერი. არ შეიძლება რომ აჭარის ავტონომიაში 7% კონდეთ დანარჩენ საქართველოს. ეს არის გამორიცხული. არა, მართა არაბუნებრივი. აბსოლუტურად ეს ისეთი საშიში პრეცედენტია. აი როგორც იქ რა ნაცემა მოიგეს გუშინ. 48%, მაგრამ ესეც აი შორს მიმავა სადღაც წინ ნაღმება დაგხვდება ეს ამბავი და მე არ მინდა ეს რომ არა მე არ მგონია რომ ეს სადმე რამე აჭარაში წინდაგდეს მაგრამ ზოგადად უბრალოდ აჭარაში მოხდა ერთი რამ ბატონო დავით ჩვენ ძალიან ისე ვთქვათ მობილიზებული ვყავდა აჭარაში ჩვენი კომისიის წევრებზე თქვენ განცხადება გააკეთეთ დღეს რომ თქვენ გინდოდათ განთესვა იმ თქვენი კომისიის წევრებისა ვინც გაყიდულები იყვნენ ეს ამბავი როგორ დამთავრდა? მოკვლევა მიმდინარეობს, ესე ვთქვათ, შიდა მოკვლევა, ეხლა აი შეგეკითხებ, ძალიან კაია თუ მიმდინარე. მეგობრულად გეკითხებით, აი აღიარა ვინმე მიჭირდა და არა, ვინ აღიარებს მაგას, ბატონო დავით, ეხლა მაგას იქ იყო ესეთი განცხადებებია, რომ იცი რა რაღაცა შემეშალა, ვერ გავთვალე, მაგრამ ის რომ ეხლა მე ფული ავიღე და გაგყიდიო, მაგას ვინ აღიარებს? რატო ეხლა შეიძლება რაღაცა აი დაუშვათ ქმარი ავარიაში მოყვა და უთხრეს რომ რაღაც გაუშვებთ თუგი თვალს დახუჭავ რაღაცებზე. შეიძლება ყოფილიყო სადღაც ერთი შემთხვევა, მაგრამ არა. არავინ არ აღიარებს რომ წაუცდათ ხელი? ვინ იტყვის ახლა მაგას გაკიდეთ და უნამუსოვარო ახლა მაგას ვინ იტყვის ბატონო? არა, ბაინტერესა, მოკლევა ხო ესა, ანდა. ნუ ჩვენ ვთქვით სხვადასხვა მექანიზმებით და გზებით ეს რა თქმა უნდა, ის ადამიანები ჩვენს პარტიას ახლოსაც ვერ გაეკარებიან და ვერც კომისიის წევრები ამიტომაც მიიღო ამ CSCOM-ეს გადაწყვეტილება რომ თქვენ მოითხოვეთ თითქმის ყველას ისა. მე უარეს გეტყვით. ხო, უარეს გეტყვით ის რო არის, რა ვქო, ალასანიას პარტიის ის აღმასრულებელ დირექტორმა თქვა, ყველა ჩვენი წევრი გაყიდული იყო. ყველა კომისიის ალბათ არა, მაგრამ უმეტესობა მე დაკვირებული ვარ ესეთ ფაქტებს დაწვრილებით ვაკვირდები და ნამდვილად თქვა, ყველა გაიყიდა. და ეს იცით ეს სისტემური ისა დანაშაული მასობრივი მოსყიდვა იყო ამ არჩევნებში ბატონო დავით ყველაზე საშიში კომისიის წევრები სადაც ვერ მოისყიდეს კომისიის წევრები იქ იმუშავა ეგრეთ წოდებულმა სომხურმა კარუსელმა იქ იმუშავა
სოციალურად დაუცველების აგენტებმა და სოციალურად დაუცველების მოსყიდვამ და სადღაც ნაწილობრივ ადამიანების მოსყიდვამ და დაშინებამ. ანუ ძალიან კომპლექსური ღონისძიება ჩაატარა სუსმა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით და ხა ის რომ ჩვენ შალაგბაუმი თავის ხელით ჩაგვიკეტა ბიძინა ივანიშვილმა ამას მე ამ დოკუმენტებით ვხედავ ძალიან ნათლად და გამომდინარე მისი სურვილიდან რომ ერთპიროვნულად მართოს ქვეყანა მესმის მაგრამ ნამდვილად მინდა ის გავაფრთხილო რომ კიდეც რო გაჩუმდეს ნინო ბურჯანაძე თუმცა ეს არ მოხდება არც ერთ შემთხვევაში ლოგიკა ქვეყნის განვითარების და პოლიტიკური ლოგიკა ისეთია ბატონო დავით რომ ნებისმიერი მცდელობა საქართველოსნაირ ქვეყანაში ერთპიროვნული მართლობის და ადამიანების დაშინების ან მოსყიდვით ადრე თუ გვიან აუცილებლად ძალიან ცუდად მთავრდება და მიუხედავად იმისა რომ სრულიად სამართლიანად ვარ აღშფოთებული ბიძინა ივანიშვილზე პიროვნულად მე არც ერთ ადამიანს არასოდეს ცუდს არ უსურვებ მით უმეტეს როდესაც მისი ცუდი შეიძლება ქვეყნისთვისაც ასე ვთქვათ ცუდ რამეში გადაიზარდოს რადგან არის მართველი. აქედან გამომდინარე, მე უბრალოდ მას ნამდვილად ვაფრთხილებ, როგორც ადამიანი, რომელსაც დიდი პოლიტიკური გამოცდილება მაქვს და რომლის სამწუხარო პროგნოზებით, სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნისათვის ყოველთვის ასრულდა ოღონდ ასევე სამწუხაროდ არც ერთ ესე ვთქვათ მართველს. ეს პროგნოზები წინასწარ არ უნდა და გაეთვალისწინებია. ეს დამთავრდება ძალიან ცუდად ბატონო ბიძინა. კიდევ ვიმეორებ, ბურჯანაძე საერთოდ რა გაჩუმდეს მაინც, მაგრამ ამავდროულად გაგახარებთ, რომ ბურჯანაძე არ გაჩერდება არც ერთ შემთხვევაში. და არც მისი თანაგუნდელები, მე და ჩემი თანაპარტიელები, არც დავიშლებით, არც დავინგრევით, არც გავიყიდებით, არც გულყრა არ დაგვემართება და გული არ წაგვივა, ასე რომ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნისათვის ბრძოლას და იმ ადამიანებისათვის ბრძოლას, რომელსაც მინიმუმ 200.000 ჩვენი, ესე ვთქვათ, თვალდახუჭული სჯერა და ეს რაოდენობაც გაიზრდება, ამაში დარწმუნებული ვარ. მადლობა, ხალბანინო როგესტურე, დიდი მადლობა. მართლა მინდოდა და მე ანონსებინა ბარიერში ვინ ყავს, მაგრამ მაბადეთ რა ვერ მოვასწარი წაკითხვა. დიდი მადლობა, მინდა გითხრა და ვეჩემს იმას თხოვნას ისე ვიმეორებ. ბატონი ილია წულაიას დაჟინებით ხო? ხო, ჩვენი სტუმარი გახდეთ და მე ვინმე სხვა შეენებას მოვიწევ, არ ვინმეს ისეც, ვინც ზირიზირობამდე შეეწინააღმდეგება ამას, იმიტომ რომ ბევრი მაშინ აი 4 და 3 წლის წინ ეწინააღმდეგებოდა იმ დრაკონულ კანონს, რომელიც ბენდუქიძემ და მიშამ მიიღეს მაშინ. კიდევ ერთხელ გიფიქსირებ, ჩემს პატივისცემას ილია ბატონო, თუ მოგბრძანდებით, ვეცდები რომ ნეიტრალური ვიყო. მადლობა ქალბატონინო, მადლობა თქვენ რომ გისმენთ. საინფორმაციო შემდგომ ბარიერი იქნება დამესვენე დინამიური ბარიერის გვირდებით. ხვალამდე კარგად ბრძანდებოდეთ.